ქართული ოცნების დეზინფორმაცია, რომელიც მალევე გამოაშკარავდა ივანიშვილის პარტია აქამდე ამტკიცებდა, რომ პეტერ ფიშერი გერმანიაში კონსულტაციებისთვის მხოლოდ იმის გამო დაიბარეს, რომ ის ვენის კონვენციას არ ღვევს და მისით მთავრობა უკმაყოფილოა. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ფრიდრიხ მერცის მთავრობა სრულ ნდობას უცხადებს ფიშერს და ამბობენ, რომ დიპლომატი საქართველოში ოფიციალური ბერლინის პოზიციას გამოხატავს. სწორედ ამიტომ გერმანიამ ელჩი დააბრუნა საქართველოში. გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის. მოველით, რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება აცილებული. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. ნუცა ბახუტაშვილი დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. დიახ, გიორგი, ქართული ოცნების წევრები გერმანიის ელჩის გაწვევით სპეკულირებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ პეტერ ფიშერს გერმანია ოქტომბერში კონსულტაციებისათვის გაწვევის შემდეგ უკან საქართველოში აღარ დააბრუნებდა. ამის მიზეზად ივანიშვილის პარტიის წევრები კი ელჩის მხრიდან გადაცდომებს ასახელებდნენ. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ელჩი ქართული ოცნების თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. ეს განცხადებები კი ფიშერის მხრიდან დემოკრატიის უკუსვლისთვის კრიტიკას მოჰყვა. ოცნება პერიოდულად ესხმის თავს დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ მათ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს აშორებს საქართველოს. სპეციალისტების შეფასებით ივანიშვილის რეჟიმის მსგავსი ქცევა მიზანმიმართულია და ემსახურება საქართველოს სრულ იზოლაციაში მოქცევას. ამას ადასტურებდა ოცნების წევრების იმედიც, რომ ფიშერი მოვალეობის შესასრულებლად საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა. ამის გათვალისწინებით კი ახლა ქართულ-გერმანული ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარზეა, ისევე როგორც სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან თანამშრომლობა. ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის დიპლომატიურ ენაზე მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს ესკალაციას და პროტესტის ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა არის. ანუ იმის შემდეგ არის უკვე დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა. მანამდე სანამ გაიწევდნენ ცალსახად აფიქსირებდა გერმანია, რომ ელჩი გამოხატავდა გერმანიის მთავრობის პოზიციას და ეხლაც, როდესაც მოხდა დედაქალაქში მასთან კონსულტაცია, რომ როგორ გააგრძელებს გერმანია საქართველოსთან მიმართებაში თავის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ელჩის მითითებები მიეცა, ფაქტიურად ტექნიკურ დონეზე დავიდა ქართულ-გერმანულ ურთიერთობა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეჩერებული არის რამოდენიმე ასეული მილიონი ევროს პროექტები. რუსული რეჟიმის ერთადერთი მიზანი არის, რომ საქართველოს მოაქციოს იზოლაციაში, იმიტომ რომ სხვაგვარად ვიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. მე არ მგონია, რომ რამე შეიცვალოს, ისინი კვლავ გააგრძელებენ საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მტრულ სახელმწიფოებად მოხსენიებას და ეს უკვე არაერთხელ ნახეთ. არ მგონია, რომ ძალიან დიდი მოლოდინი ქონდეს გერმანიის საელჩოს ან საერთოდ ევროკავშირსაც ამემართულებით. უბრალოდ ეს დიპლომატიის ენაა, ეს ერთი და მეორე. ისინი ყველა თვალსაზრისი და ყველა ხერხი და ყველა ღონეს იხმარენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუარესდეს, ანუ ქართველი ხალხი არ დაშორდეს იმას, რასაც ევროკავშირი ქვია. ელჩის საკონსულტაციო გაწვევა იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური განაცხადი, რომ საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო რეჟიმის კურსი არ არის შესაბამისობაში ევროპულ ღირებულებებთან და ევროატლანტიკურ სულისკვეთებასთან და შესაბამისად არავითარ პარტნიორობას გერმანიასთან და არავითარ ორმხრივ გამართულ ურთიერთობას ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში საქართველოს სამწუხაროდ არ უნდა მოელოდეს. ფიშერის საქართველოში დაბრუნებას გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აღნიშნეს, რომ მათი სრული მხარდაჭერით გერმანიის ელჩი საქართველოში საქმიანობას გააგრძელებს, ხოლო იმედოვნებენ, რომ თავდასხმები ივანიშვილის წარმომადგენლების მხრიდან შეწყდება. მანამდე კი საგარეო უწყების კრიტიკა მოჰყვა ფიშერის დაბარებას ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაშინ გერმანიამ კატეგორიულად დაგმო ოცნების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა გერმანიის ელჩის მიმართ.